მე მაქვს 3 პოპულარული ლექციათა ციკლი. მე დღეს აგიგიხართ ყველაზე მარტივს და ყველაზე გასაგებად. ნუ მე თუ მოგეწონებათ კიდე მოვალ. რაღაცა დროს გამოვნახავ. ეხლა აი პირველ ლექციაში თუნდაც ცუდი სიგმა გაქცევი მე გამოჩნდება ფიზიკა ყველასთვის. ეხლა საქმე რაშია? ფიზიკის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკა მოითხოვს მათემატიკური აპარატის ცოდნას. არა ხოლმე თქვენს ალბათ ეხლა ბავშვობიდან ალბათ შეკედებოდა გიყვართ, ხო, რაღაცებს აფეთქებთ, ვანაში რაღაცებს ატარებთ მაგნიტოფონებში, როაწყობთ მე ჭანჭიკების ზემდე გრჩებათ, რაღაცა გაინტერესებს, ხო? შემდეგ მოდიან ასეთი ბავშვები ჩემთან პირველ კურსზე და მათემატიკის ცუდი ცოდნის გამო მე იკარგებიან. მეორე მესამე კურსზე ან გადადიან სხვა ფაკულტეტზე, ან რაღაც საერთოდ იკარგებიან. ესმით ხო? ამიტომ გავფრთხილდით თქვენს პირვანდელ სიყვარულს. როგორც ჩვეულებრივ სიყვარულზე არ სიყვარულს საგნისად. იმუშავეთ, თქვენ თავზე უნდა რა ქვია, ძალდატანება ჩაატაროთ, კარგი გაგებით, რომ რაღაცა გახდეთ. ესმით? ესე გართობას კარგია, ინტერნეტიც კარგია, მობილური კარგია, მაგრამ ზომიერად, თვალები არ უნდა დაიავადოთ, ბევრი არ უნდა იჩატავოთ. ამის შესახებ კიდე რამდენიმე ადგილას მე აღვნიშნე. ეს არის პრობლემა. მარტო თქვენი პრობლემა არა, მსოფლიო პრობლემაა. ეს ამხელა უდიდესი სხვადასხვა ფიზიკოსების მიერ გამოგვიმეორე იმას იყენებთ ხანდახან ბოროტად. არ შეიძლება ეს. კაი მე შესაძლოა კიდე გეტყვი. დავიწყოთ ახლა რა არის ფიზიკა. აბა ეხლა ბევრი მესტრებით. რას ნიშნავს სიტყვა ფიზიკა? საიდან მოდის? ეხლა მეშვიდე კლასელებს კითხე ზოგმა გაცემას. სადავი სიტყვა რას ნიშნავს? ბერძნულად რას ნიშნავს? ბუნება. ნიკამ გამიზუსტა როგორი ბუნება არის? არსი. არსი. ის ბუნება კი არა, არსი. არსი ჩაძრო. ეხლა მე თქვენ ჩანს ხო ხედავთ ხო რა წერია? ესე ფიზიკის ადგილი მეცნიერებთან ხალხთან დაბრძნება. საქმე რაშია? მოდი ჯერ ჩამოვთვალოთ რა მეცნიერებები არსებობს და რა ადგილი უკავია მეცნიერებებს შორის ფიზიკას. და მე ვნახოთ რა ნაწილებისგან შედგება ფიზიკა. ეხლა გამოიყოფა ორი ტიპი, რა თქმა უნდა. ერთი არის არაცოცხალი ბუნება, მეორეა ცოცხალი ბუნება. ამ ცოცხალს მე კიდე ცალკე შევეხები. აი პირველ ადგილზე, იმიტომ კი არა რომ ფიზიკოსი ვარ. ყველა საერთაშორისო კლასიფიკაციით არის ფიზიკა. ხედავთ ხო? შემდეგ მოდის ქიმია. იყოს ეს ხო? ჩანს ხო? შემდეგ მოდის ქიმია. ესე იგი შეიძლება ესე ხატოვნა თქვათ რომ ქიმია არის გართულებული ფიზიკა. ქიმიას ხო სწავლობთ? მენდელეევის პერიოდული სისტემა ხო იცით ხო? იქ ატომებზია ლაპარაკი და ატომები არის მე რაც მიშევეხები ერთ-ერთი ნაწილი ფიზიკის. და სხვათა შორის არ გაგიგებთ ქიმია ჩვენ გაცილებით ღრმად გვესმის ფიზიკოსებს ვიდრე ქიმიკოსებს. იმიტომ რომ ძირი ვარ ჩვენ ფიზიკოსები. ესმით? ეხლა ხედავთ ეს ორი შეისწავლის ბუნება. შემდეგ მოდის უკვე ცოცხალი ბუნების შემსწავლელი მეცნიერებები, რა არის ბიოლოგია, თავისი ბოტანიკი და ზოოლოგია, არის ისაკრებს თუ რა თქვა თქვენ სწავლობ და შემდეგ მოდის ჰუმანიტარული მეცნიერებები. აი ახლა გავყვეთ აი ამ ხარს, აი ახლა ჩვენ მივადგეთ ერთ-ერთ უთულიეს პრობლემას, ეს ინგლისურად mystery of nature, ბუნების საიდუმლო, რა არის ცოცხალი. ამის განმარტება ძალიან რთულია, ბიოლოგიას ხო სწავლობთ, ხო? ნუ გამოყოფენ როგორც წესი 7 ნიშანს, რაც ცოცხალს განასხვავებს არაცოცხლისგან, აბა მოდი ერთად ჩამოვთვალოთ თუ გახსოვთ. გამრავლება. რას ნიშნავს გამრავლება? არსება წარმოუშვებს თავისივე პატარა მსგავს. ეხლა მაიმუნი ვერ დაბადებს კატის კნუცს. პატარა მაიმუნი ვერ დაიბადოს, ხო? მოძრაობა არ არის მაინც ამეცნოსი გადაიბადოს ცენერის მოძრაობს ვიждდება. ხო? კიდე რა არის? ღაღიზიანებადობა. აი ტემპერატურას გნობს სინათლე გაწუხებს. საკვების მიღება, გამოყოფა, სულთქვა და აი მეშვიდე თუ მავიწყდება. აბა მეშვიდე რა იქნება? თუ გახსოვთ. ვერ გავიგე. ზედა? ხო, მოძრაობა ხო ალბათ სიკვდილის. როგორ არის ვაჟას როგორ არის? თუ ხალხურია როგორც კი დაიბადებით იქ საფრთხე გზათალიო ხო? თუ დაიბადე უნდა გადაიჭროს. სამწუხარო ასეთი არის, ხო?
ხო, მაგრამ აი ხა ვიკა მახსენა მე კიდე მეორე საგანს ვასწავლე ესეც სამყაროს ევოლუცია საქმერაში არის ეხლა ამჟამად 5200-მდე პლანეტა, ამათ რიცხვი იდება, სადაც ფიქრობენ რომ არის ჩვენაირი პირობები, დედამიწის მსგავსი პირობები და პრინციპში შეიძლება იყოს ცოცხალი. ესმით? ოღონდ სირთულე არის რომ ეს პლანეტები არიან ჩვენგან შორს. აი ყველაზე ახლოს სადაც ამბობენ რომ შეიძლება იყოს სიცოცხლე, სამწუხაროდ არის 14 საუკუნე, ანუ 1400 წელი უნდა რომ სინათლე მივიდეს იქამდე. არა სინათლის სიჩქარე არის, ყველაზე დიდი სიჩქარე უნივერსში, ეს არის 300,000 კილომეტრი წამში, 14 საუკუნე გადაიყვანეთ წამებში და გამრავლეთ 300,000, აი რამხელა მანძილზე. ეს თქო, მაგრამ რაღაცა არის მოსაზრებები არის. ეხლა ვარ რა შეესაბამება. სად შეიძლება წარმოიშვას ცოცხალი? ეხლა ვარ აგრეგატელი ხო ისწავლეთ თონიკერის და ვინ და თვალოს ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავები, ხო? აი კარგ ამინჩი ცაზე არის უამრავი ვარსკვლავი. თითოეული ვარსკვლავი არის იქაური მზე. ჩვენი მზეც ერთ-ერთი ვარსკვლავი. უბრალოდ ამას ვეძახით, რომელიც ყველაზე ახლო ჩვენთან, ხო? ეხლა მზეზე მიმდინარეობს, ვიცით რატომ თებს მზე? ძალიან რთული კითხვა, კაი მე ლექციის დროს გეტყვით ამას, ხო? ნუ მზეზე მიდის ეგრეთებული თერმობირთვული რეაქციები. ეხლა ამჟამად მზეზე საკმარისი წყალბადები ეჯახება ერთმანეთს, მიიღება ჰელიუმი და ასე შემდეგ და ნათება იწყება იქ, სადაც ვარსკვლავი არის მასიური, ძალიან მასიური უნდა იყოს. თუ ეს რეაქცია არ დაიწყება. რახან ვარსკვლავი მასიურია, ის თავის გარშემო იკრიბავს უფრო პატარა პლანეტებს. მაგალითად, მზეს რამდენი თანამგზავრი ყავს, აბა თუ იცით. რამდენი პლანეტა აქვს? 8. ხო, ერთ-ერთი ჩვენ ვართ, არა? ესე იგი, აი ვარსკვლავებს, ანუ იქაურ მზეებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იმა თავთავიანთი ვარსკვლავები ხართ. და შემოდის ეგრეთ წოდებული სასიცოცხლო მანძილის ცნება. მაგალითად, ამ 8 პლანეტიდან მერკური არის ყველაზე ახლო მზესთან. ძალიან ცხელა, 400 გრადუსია. ნუ ჩვენ როგორც ვფიქრობთ, ამ ტემპერატურაზე ცოცხალი არ უნდა არსებობდეს. თქვენ ალბათ კბილის ეკიდან ხო ყოფილიყავთ. ის აპარატურა ის რომ მოაქვთ, იარაღები ხო არის ცხელი. და მე თქვენ კბილისში რაღაცებს აკეთებს ეკიპი, ხო? რა არის, აი ცხელი, ამ პროცესს ქვია სტერილიზაცია. იმიტომ სხვა ამათყოფის ის რომ ჩაგიდოთ, თუ შეიძლება რაღაცა დაგემართოთ, იმის დაავადება გადაგიდოთ, ხო? 1000-მდე ეგრეთ წოდებული ავტოკლავში, სადაც ტემპერატურა არის +200 გრადუსამდე და როგორც ჩვენ ვიცით, 200 გრადუსზე ყველა მიკრობი კვდება. მიკრობიც კი, ანუ უმარტივესი ფორმა ცოცხალის. იქ კიდევ არის 400 გრადუსი. ხო? ამიტომ მერკურზე სიცოცხლე გამორიცხულია. ეხლა როგორც შორეულები, ნეპტუნი და ასე ვთქვი, ურანი, ხო? ისინი ძალიან შორსა. იქ ყველაფერი გაყინულია, -200 გრადუსი. ხო? და დავჭერთ ჩვენ და მარსი. ჩვენთან აი ამ ორ ვარსკვლავს პლანეტას ეძახიან სასიცოცხლო მანძილზე პლანეტებს, ჩვენთან არის ცოცხალი, ფიქრობენ რომ მარსზე იყო და რატომღაც გააქრა. 2030 წელს ამერიკა უშვებს ადამიანს, მზად არის კოსმონავტები, ვინც უნდა წავიდნენ, 6 თვე უნდა იკვირვენას, 6 თვე უკან წამოსვლას და ბოლო-ბოლო დაგინდება, ნუ თავარი საკითხი იყო თუ არა მარსზე წყალი. ფიქრობენ რომ შიგნით შეიძლება იყოს. რაღაცა უმარტივესი ფორმები შეიძლება იყოს. ხო, ატმოსფეროც ხონდა მარს, გააქრა რატომღაც და დაკარგა კიდე მაგნიტური ველი. ესე ამას ნელა გეტყვით. მაგნიტური ველი საუცილებელია რომ სიცოცხლე იყოს. ესმით და კიდე ერთი რამ. აუცილებელი არის რაღაცა სითხე. ჩვენთან ასეთი სითხე არის წყალი. ესმით? აი რაღაც არის დავუშვათ შორეული აი ეგზოპლანეტა ვიტყვი 5200. შეიძლება ის წყალი რაღაცა სითხე იყოს, რომლის სახელი მე არ ვიცი. თუ არა დედამიწის წარმოშობა იქნება. ესმით? იქაურმა სითხემ შეიძლება შექმნას ცოცხალი. ჩვენში მაგალითად ბიოლოგიაში ხო ისწავლეთ 80% ჩვენი შედგება წყლისგან. ხა წარმოიდგინეთ, წყალი რო იყოს გამხარებულ მდგომარეობაში, ან ჩვენი სისხლი. ახლა ჩვენ ძალობებში რო დაბოდეს ისინი რა ყინულები. ხო და დაჭრიდა ამას ყველაფერს. ანუ სადაც მე ვიტყვი რომ არსებობს ცოცხალი, აუცილებლად უნდა იყოს რაღაც სითხე, ოღონდ თხევად მდგომარეობაში.
ეს ორი შეიძლება ძალიან აღმოცილდეს. ძალიან სიცხეც არ ვარ გათვლილი, თვითონ ორგანიზმი მოკვდება. მოკლედ საქმე რაშია? ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ფინალი თემშები გვინდა, ისე პოლიტიკური ვითარება იზრდება, გამოჩნდება ხოლმე ეს ფინალი თემშები პლანონის თავზე მაგალითად ჩვენთან თბილისში ხო? რატო კეთდება ეს? ანუ ყურადღება გადაიტანენ ამ პოლიტიკური და თითქოს ამ მოგონილ იმაზე. სამწუხაროდ არ არის პირველი მე ვერ დამატყევს ვერავით, რამე ვინმე თვითონ. პირველი მე ვიდივარ. არაფერს არ მეშინია. და რაღაცა მაინტერესებს რა არის სხვა არის სიცოცხლე. გესმით? ესე იგი, იმ 5200 პლანეტაზე შეიძლება იყოს რაღაცა ფორმი ცოცხალი, რომელიც შეიძლება არ დაემთხოს ჩვენ ცოცხალს. გესმით? სხვა იყოს, ხანდახან თქვენ გინახეთ ამ მწვანე თავიანებად გამოსახავენ რაღაცა რა? ეს ხატვის ფანტაზიის არავის არ დაი. ხო, და თქვენ ალბათ იცით 1976 წელს ამერიკამ გაუშვა კოსმოსური რაკეტა, რომელიც ეხლაც მიფრინავს, ეხლა იაგარისეთ მესამე კოსმოსური სიჩქარეა 16 კილომეტრს გადის წამში და აბა ქართულები და რა შედის? უხრა ბატონის მობილი. აქ ვარ ზუსტად, ხო? ემაგორა. ეხლა ამაზე ძალიან დიდი ბრძოლა იყო. რუსეთს უნდოდა აი შემდგარა კი აქვს პადმასკოვნი ვიჩირა. და ამერიკამ უთხრა არა ეს გიმო. იმიტომ ამერიკის რაკეტა იყო და ვერაფერი ვერ უთხრეს. ხო, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ჩადებული, კიდე არის რამდენიმე რაღაცა პირიჩქია მაგალითად ჩადებული. პირიჩქი ხო ვიცი? ხო. რომ იქ თუ რამე ცივილიზაცია არსებობს, იმათმა გაიგეს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩაკურვა მოეწონება. ხო გაისმენდა? და ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია რა. თუ რაღაცები არის, უნდა მოეწონდეს. ეს რა ჯერჯერობით ეხლა შეგვიძლია ჩვენ ვიანგარიშოთ 59 წელია გასული 59 წელი გაამრავლეთ წამებში გადაყვნენ და გაამრავლეთ 16. აი მანძილზე ახლა ჩვენგანის რაკეტა. არა ჯერჯერობით რაკეტა გამოსახელი არა. საბჭოთა. ხო. კარგი. მოკლედ აი ცოტა ასე თუ ისე გადაგიგეთ. არა ეხლა აქ არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან წელია იქ მისტერიო ხეიჩი, ბუნების საიდუმლო. როგორ მოხდა არაცოცხალიდან ცოცხალში გადასვლა, ეს არავინ არ იცის. ამითი ბუნება თავის თავს იცავს. ეხლა მე თქვენ მოგიყვებით ასეთ რაც მედიკონ ჩემთავზე განვიცადე, სტუდენტი ვიყავი მე და ორმა ინგლისელმა გენეტიკოსმა ვარები დამავიწყდა, განაცხადეს, რომ ჩვენ მივაგენით როგორ ხდება არაცოცხალიდან ცოცხალში გადასვლა. ჩვენ გვეშინი ამისი და ვანებებთ თავს იმას რა ქვია. გენეტიკას. და არის ახლა შეიძლება პროვოკაცია იყო თუ სენსაცია იყო გამოწვეული, ყოველ შემთხვევაში ამათი შრომა არავის არ ნახე და მართლა დაანებეს თავი. იმიტომ რომ შეეშინდა. არავინ არ იცის ამას როგორ გამოიყენებს სხვა ადამიანი. და მე აქ მიწერია მაგალითად აი აქ მიწერია 1928 წელს ალბერტ ეინშტეინი ხო გადაგიარდა სოფლიო პირველი ფიზიკოსი იმ დროინდელ ამერიკის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს მიწერა წერილი. ნუ გამოიყენებთ ჩვენს მიღწევას, ლაპარაკია ბირთვული არაბზე სამხედრო მიზნებისთვის. მაგრამ როგორც ვიტყვი, ჯინი ამოვიდა ბოთლიდან 7 წლის მერე 55 წელს პირველი იარაღი ჩამოვარდა საათ ჰიროსიმაში. მომენტალურად დაიღუპა 200,000 კაცი. მომენტალურად. ეპიცენტრში სადაც ჩამოვარდა. ტემპერატურა იყო 5000 გრადუსი. და ზოგიერთი ადამიანი ვინც ახლა აორთქა. კი არ დაიჭრა, აი აორთქა საერთოდ. და მე იყო ეს რაღაცა სხიური დაავადება და მილიონობით ადამიანი დაიღუპა. წარმოუდგენელი ძალის იარაღი. არ შეიძლება ხო. ეს არ გამოიწვია ფიზიკოსების აღმოჩენა. თუმცა მეორე მხარეც აქვს ამას, ხალხთან დაგიგია ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი ატომი. ეხლა ჩვენ რითი საგიგებთ? რა ილევა ეს მარაგიას რა რითი ასეთ? ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი არის ატომური ენერგია. ოღონდ ამას ჭუით უნდა გაკეთება და ესე როგორც ჩერნობილში გააკეთეს, რაღაცა ყრილობას მიუძღვნეს ისა. ეხლა ხელს რომ გაიჭრი, უნდა სამწუხარში შეხორცება, ხო და ეხლა პარტია რო გიბრძანეს ერთ-ერთი ხორცელი ხორცდება. აი ეს ამ თქვილმა დაღუპა დაანგრია საბჭოთა კავშირი. კიდევ თქვენ არ მოესწრეთ იმას. ხო. გესმით? ხო, ასე რომ ატომური ენერგიას თავისი ძალიან დიდი პლუსია. ოღონდ ამას უნდა ჭკუით გაკეთება. და არა ისე რომ ბომბები აკეთო. ხო, კარგი, ხომ ცოტა ვჩქარო. ხო, ეხლა თქვენ თუ დააკვირდით, აქ არც ადამიანებია მე სიტყვა მათემატიკა.
არა და მათემატიკას სწავლობთ, ხო? რა არის? ეხლა მათემატიკა მაგალითად ცხოველმა არ იცის და არ სჭირდება. ცხოველს რა უნდა? ჭამოს, იძინოს, გამრავლოს. მე პატარა ბუნადი კონდეს, ხო? სახლი რაღაც ბუნადი რაღაც, არ ბუნდეს. ხო? ჩვენ სხვამაებს ვინ ამოჩვენა ლათინურად საზღვეზახიან ჩვენ. Homo sapiens. ანუ მოაზროვნე არსება. კარგით, ხო? ისე ჩვენ სხვა მარტო ჭამადა ეს არ არის, ხო? სხვა რაღაც სულიერი ისმიდა. პოეზია, ოპერა, ხო გინდათ რა? სხვა რაღაცა გვინდა. ესმით? და კიდე გვინდა მათემატიკა. რატო? რიცხვები ხო ისწავლეთ სკოლაში? რიცხვები არის ჩვენს მიერ მოგონილი თამაშის წესი. აბა მოდი ხა დავაკვირდეთ თქვენ პირველ კლასზე როგორ გაიზარდეთ? ჯერ ისწავლეთ ჩვეულებრივი რიცხვები 10-ის ფარგლებში, მე 20-ის ფარგლებში, მე გამრავლება, დაყოფა ასე შემდეგ, ხო? ეხლა მესამე კლასში რო კითხო, მაგალითად 7-ს დავაკლოთ 11-ს, რას გეტყვით? არ აკლდება მას. რატო? იმიტომ არის ის უარყოფითი რიცხვი რა. მე მეხუთე მე-6 კლასში უკვე დაიგეთ რომ უარყოფითი რიცხვი თურმე არსებობს. შემდეგ მაგალითად რა არის ფესი 2-დან? ფესი 2-დან ვერ ამოიღო. ეს არის 1/4-დან და მიდის ართავდება. ეს არის ეგრეთ წოდებული ირაციონალური რიცხვი, მაგრამ შენ რო აიღო 1 სანტიმეტრი, 1 სანტიმეტრი ჰიპოტენუზა იქნება ფეში 2-დან. ხო? კომპლექსური რიცხვები არიციან. ხო? აი ფეში მაგალითად -4-დან რამდენია? არა მოდის. პირველ პროზი ამოვა. ეს არის 2i. აი მე მასამდე კომაროში წავდები და მე ვიცოდი რა იყო. კაი. ხო, ანუ მათემატიკა, ხო, მე მათემატიკის მე არითმეტიკის მე რაიცოდი, ალგებრა, a + b აკავდოთ კვადრატში. და ასე შემდეგ, ხო? გასაგებია. ხო. კითხვა გაქვს? ხო, კითხვა გისმენთ, ხო. როდესაც ასეთი კომპლექსური რიცხვი. ხო, რაც შემოხვედრია რომ ამ ის მოიხსენებენ როგორც წარმოსახვის რიცხვებას. ხო, ასე რატომ წარმოსახვის? i კვადრატი არის -1. ხო, არა, წარმოსახვითი. ხო, ნუ შენ მოგერილია, ჩვენ წარმოსახვაში არსებობს. ეს მე რეალური რიცხვი არა, როგორც 7-დან რა ეგეთი არის. ესმით, ხო? კარგი. ესენი რა გამოდის? მათემატიკა არის ჩვენი სალაპარაკო ენა, რომელიც გამოიყენება ფიზიკაში და ქიმიაში. ეხლა ნახეთ მე კაი რაღაცებს გეტყვი. აბა, ცოტა სახალისო გახდეს, გაიხსენოთ ფილმის შერეკილები. გახსოვთ? იეუდრის MC² + - სიყვარულის ზესწრაფვა. გახსოვთ? და ვიცით. რა გვაცინეს? ეს უდეს ფორმულა, ამას ცოტა ხანში დავუბრუნდეთ. მოდი ხაც კიდე ჩავმოხდეთ. ერთ ხუთნაირი ფსიქოლოგია მაქვს, მე ჩაბარებული და ფსიქოლოგიებს ვკითხე. საერთოდ რა არის სიცილი თვითი? აბა რა, აი გამყურებაზე რეაქცია, რაღაცა რო გაგიგო. ხო. ეხლა სიცილი თურმე ახასიათებს მარტო ადამიანს. და დელფინების კი აღებენ, ის რაღაც ისეთი რომელიც კი აღებენ, ის არ არის. ტირილი შოულია. ცერებლი მოდით რა, ზაახსაცმელი. მაგრამ სიცილი არის უმაღლესი ადამიანურის. ეხლა მე თქვენ გეტყვით ეს მაგალითად და ეხლა ვინც ამაზე გამცემს პასუხს. მე მაგალითად ფსიქოლოგიას ვკითხე, მე თორე ვერ გავიცი პასუხი. აი უბრალოდ ჩარლი ჩაპლინის ფილმები ხო მინახეთ. და ვერ ვიცი. რატო ვიცი? აი დავუშვათ მოდის ადამიანი და ჩავარდა ორმოში. ან წაი ხა მე რო ფეხი წავიბორჭო თქვენ გაიცინეთ. ჩავარდა როცა? ო, ესე აი ადამიანი მოდი ჩავარდა ორმოში და ჩვენ ვიცი. რატო ვიცი? დაბოთვიცი. ძალიან თული კითხვა აღება დაგწე. აბა გიხარდა ვიცი. იცოდი ეს? ნუ გამიგონდა. აი იცოდი. სწორედ. ესე იგი, შენ გიხარია რომ შენ არ ჩავარ. მაგრამ ეს შენ ქცნობიაში ის. და შენ უშეშებოდ ახალი ჩავარ. მაგრამ იმას ვიხარ, ამე მოუვიდა. მაშინ შენ გინდა რომ ამოიყვანო, თუ დაიტრა და ვეღარ გეფიქრე, გინდა რომ დაეხსნა, რომ სიცილ წვიდა. ხო? ეხლა რატო ვიცი ფილმ შერეკილებში? იეუდრის ეცეკოდა. რა აქვს სამფორმულოს ასოცი. საქმე ის არის. მათემატიკა შენ როგორც კი მოუყენ ამურებ ფიზიკაში და ქიმიაში მათემატიკა უბრალოდ აუცილებელია. ნუ რაღაცები დაგხვდა. რაც შეეხება ზედასფეროებს, მეგობრობას, სიყვარულს და ასე შემდეგ, აქ უკვე ხარ უძლური და ხდები სასაცილო.
აი მაგალითად, რო კითხო, რატო გიყვარ დედა? ან მამა. ვერ ნახსნეს. თუ ახსენი უკვე ყველაფერი იკარგება. ესმი? ან დაუშვათ რატო ძმაკაცო ვიღაცას. ესმი? ან კიდევ უფრო გავამზადოთ სიტუაცია. არის ხოლმე ესე ძალიან ცუდი შემთხვევა, ბრაკ პარაშუტი რა, ისე განგარიშებით ქორწინება. ესე ქალს მოეწონა თავისი 20 წლის უფროსი, რომელიც დიდარია, აგარაკი აქვს, მანქანა აქვს და ის კი არ უყვარს. იმან ნიანგარიშა რომ ამასთან იქნება ბევრი ფული ექნება, ესე ვთქვათ, შოპინგებზე წავა, თქვენაზე რომ ვთქვათ, ხო? აი ეს კი ვთქვათ, წავა უცხოეთში და ის კი არ უყვარს. იმის ფული უყვარს. ეს არ არის ძნობა. ეხლა ამას ფორმულები კი არ დაუწერია ამ ქალს. და გამოწვარი. ეს კაცი მე მაწვის. კარგი? ხო? ანა მეგობრებო, დავუწყოთ მაგაზები ხარ. ხო? რაღაცა პერიოდი შეიძლება 5 წელი, 6 წელი ერთხელ მე თქვენი ინტერესი გიჩნდება, მე ამას თავის ინტერესზე შეიძლება მე დაშო. ესმით? და არის კიდე ძალიან ცუდი ფორმა, აი მეგონი ესე იგი ანგარებით რომ მეგობრობ რა, ის ფულიანია, წამეყოთ ნიკალს მაგებს, რაღაცა ფერმოძებზე და ამპათიზე რაღაცა. ის კი არ მეგობრობ იმასთან. ამასაც ანგარიში. ესმით? ხო, ასხედავ და დაფუძველი ანგარიში ზემოთ. და ქვემოთ ფიზიკაში და ქიმიაში აუცილებელია. ესმით? ხო, აი ამიტომ არის გამორჩეული ეს მაღალი სფერო, რომელიც ანგარიში არ შეიძლება. მით უმეტეს ფორმულები დაწერა. კარგი. ეხლა წავიჭერთ ჩქარა წავიდეთ თორე ხო. ეს უკვე მოდი ახლა უკვე აი ამ პატარა შესავლის მერე დავიწყოთ ახლა რისგან შედგება ფიზიკა. ყველაზე მარტივი რა თქვენ რა მე-7 თუ მე-8 კლასში დაიწყეთ, ეს არის მექანიკა. მექანიკა თავისუფლად შედგება 3 ნაწილისგან, ხედავთ კინემატიკა, დინამიკა და სტატიკა და შენახოს განმავლობ ცალკე ვიდეო. ხო, კინემატიკა. ეხლა მე-9 კლასელებს უკვე კარგად ეცოდინება. რა იყო კინემატიკა გავიხსენოთ. ჩვენ ვსწავლობთ მექანიკურ მოვლენებს, მექანიკური რასაც ჩვენ ვხედავთ, მოკლედ ზია მოვიდა, თვარე ჩავიდა, მანქანა მოძრაობს და ასე შემდეგ, ოღონდ მიზეზების გარეშე. ჩვენ არ ვშოვთ კითხვას, მაგალითად ეხლა მე ამას ხელი გავუშვა და ავარდება, ხო? რატო ვარდება, არ მაინტერესებს. ბოლო აღწერ ამას, რომ დაუშვათ რომელიც საათი 3 საათზე იყო 1 მეტრის სიმაღლეზე, 1 წამის მერე აქ არის და შეიძლება რაღაცა ცხრილი შეადგინო. ოღონდ რატო ვარდება ამ კითხვას არ ვშოვთ. ესეთი რამე პრინციპში შეიძლება მაიმუნმაც გააკეთოს. შეიძლება რაღაცა თითი დააჭიროს, მიცე ბანანი, კიდევ თითი დააჭიროს და რომ კი არის მისი მასაკეთებს. ესმით? ანუ ეს არის პირველი მარტივი ფორმა ბუნების მექანიკური მოვლენების შესწავლა, ასე ქვია კინემატიკა. გავიგეთ ხო? ანუ მიზეზების გარეშე მოვლენების შესწავლა. უფრო ღრმა ეტაპი არის რა თქმა უნდა დინამიკა, ანუ ჩვენ შევამთ კითხვას რატო ხდება ეს მოვლენა და ეგ მიწერია ეინშტაინი როდესაც ნობელის პრემიას იღებდა პირდაპირ დაუსვეს ასეთი კითხვა, როგორ აღმოაჩინეთ თქვენი ფარდობითობის თეორია. პირდაპირ ასე უპასუხა ეინშტაინმა. მე ბავშვის თვალით უყურებდი სამყაროს. ანუ ძალიან ბევრ კითხვას ვშობდი. რატომ? ეს არის თქვენ ახლა მოდი ახლა ცოტა ჩავმოვდები. ეხლა თქვენ ბავშვები არ გეყოლებათ, პატარები ხართ, მაგრამ დიშვილი, ძმისშვილი, მეზობლის ბავშვი მოგინახია. არა, 2-3 წლის. სულ გაუჭყვეტი შუას კითხვა რატო? დავუშვათ ახლა კითხვა, რატომ შუს? ეს პატარა ამკითხებს, ხო? იმიტომ რომ ხდება სამყაროს შემეცნება, უკვის. აი დავუშვათ 3 წლისანი და წაიყვანე ზღვაზე. ზღვა რა, ბევრი წყალი. ხო გაუკვირდება, რატო არის მამა ამდენი წყალი? ხო? ესე ის მის ტვინში ხდება რაღაცა ახალი სიგნალი შევიდა და უნდა თავისი კითხვებით გაიგოს რა ხდება. და აი აქ ჩვენ მივადექით ძალიან საინტერესო პრობლემა. ეხლა სკოლაში არის ძალიან სამწუხარო მოვლენა გავრცელებული, თანამედროვე ტერმინი სიტყვი ბულინგი, ჩვენ დროზე ვთქვათ ჩაგვრა, ახალ ტერმინოლოგია შემოვიდა ბულინგი, მანატურებიც ხავთ ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ შველიან ამას. რა არის ახლა ბულინგი? ოდე თქვენ ახლა მე სკოლაში ვარ ხო? სხვან არ ვიტყოდი ამას. რა? ხო, საიდან იწვევენ? ერთ-ერთი დასაწყისი არის რატო? აი დავუშვათ ზიხართ მეგობრები და რაღაცა მოხდა და ვიღაცამ დასვა კითხვა რატო?
აი გულწრფელი რაღაც არ იცოდა, ნუ არ რაღაც. იკითხა რატო? დანარჩენებმა რომმა შეიძლება იცოდა ეს რა ხდება და ესე აბა მოდის პირველი დაცემა. როგორ შენ ეს არ იცი და იწყება სიცია. და ამას ვინც ეს კითხვაზე შერჩა. და ჩაიკეტა თავისთავად. გავიდა კიდე მეორე პერიოდი. უკვე უნდა რომ კითხვა დასვას და ჩვენია. ანუ თავში იკარავს იმას, რაც უნდა რომ გარეთ თქვას. გესმით? აი ეს გროვდება და მე შეიძლება დეპრესიაში გადავიდეს და მე რა ვიცი, მე კიდე სხვა უფრო რთულ ფორმებში. ასე კი, ამიტომ გთხოვ. ორას. პირველი, ნუ შეგეშედება დასვით კითხვები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმეორეს. გაეცით პასუხი, შენ რა ყველაფერი იცი? იყავით შემტევები, ვიღაცა რომ გიტევს, შენ უნდა შეუდიო. მესამე კანონია ნიუტონის ეს. გავიგეთ? და მეორე. ძალიან გთხოვ, იყავით ტოლერანტები ერთმანეთის მიმართ. არ დაცინო. შეიძლება მართლა არ იცოდეს და აუხსენი რა ეს ესეა. საშინა აი ეს ბულინგის უმრავლესობა იწყება აქედან. აი დაცინები და აი კითხვა რატომ? ეს რაღაც სკოლაში ვიტოვოთ ეს არის კაი. შემდეგი ნაწილი არის სტატიკა. აი ხომ მე სკამი ესე რომ გადავხარო, გამოვდა. მაგრამ ძალიან რომ გადავხარო არ დაბრუნდება, ხო? ანუ ჩვენ უნდა შევისწავლოთ, აი მაგალითად ეს შენობა როდის ამდგრადი რო არ დაიგრეს. მithumeτε თქვენ იცით ჩვენ ვართ სეისმურ ზონაში, ხო? და უნდა ვიცოდეთ რომელია მზიდი კედელი, როგორ უნდა ავაშენოთ, ეხლა რა ვიცი, იაპონიაში 9 ბალიანი სიდიდე იმას უძლებს, არა? ეხლა სოფელში რო გლეხის სახლს აშენებს, თვითონ აშენებს, ხო, ინჟინერი და არქიტექტორი არ ყავს. იცის იმა დაახლოებით ამ მზიდი კედელი რომელია, იმას უთყამენ კიდე სალტოს გარშემო სიმიმისთვის, არა? მაგრამ გლეხი ვერ აშენებს ეხლა კორპუსს. აი თქვენ სკოლას გლეხი ვერ აშენებდა. მაგალითად, აქ უკვე ინჟინერის ცოდნა საჭირო. ანუ ეს ნაწილი შეისწავლის წონასწორობის პირობებს, როდის არის შენობა მდგრადი, როდის ამაქვს სხეულისათვის სხეული წონასწორობაში. და აი აქ არის კიდე შენახვის კანონები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. აბა უკვე დიდები ხართ, რამდენი შენახვის კანონი იცით თქვენ ახლა ამბობთ? აბა მითხარით. პატრონ? ენერგიის მუდმივობის კანონი. ინახება ენერგია. ადამიანს ხოაც ენერგია. კი. ენერგია ადამიანი კვდება. ეს ენერგია სამი. გადადის სხვა ფორმაში. აი ყოლე. ხელებს რო ახახუნებ ჩვენ. რატო გვითბება ხელები? ჩვენი მექანიკური მუშაობა გადავიდა სითბოში, ხახუნში. ელექტროენერგიას როგორ ღებულობთ? წყალი დაგროვილია კაშხალში, ვარდება ატრიალებს ტურბინას, ტურბინაში წარმოიშობა მაგნიტური ველი იცვლება, წარმოიშობა დენი, მოდის ჩვენამდე. ჩვენ რო ვტებით, ჩვენი ის გადადის ჩვენი ნარჩენების იმაში. ო, ხო, ენერგიის შენახვის კანონი უნივერსიტეტში თუმცა ესეც იყო, კაი ხანეს ნებში ვერ შევალ. კაი. შემდეგი ნაწილი არის მოლეკულური ფიზიკა. რა არის სითბო? რას ნიშნავს ცხელა, ცივა? ხო? ესე ძალიან საინტერესო საკითხია და ამის გარკვევას დაჭირდა დაახლოებით 2 საუკუნე. ეს ადვილი არა ტემპერატურა. რატომ ვიზახებ ამას? მე-17 საუკუნის შუა წლებამდე ერგონათ რომ სითბო იყო რაღაცა სითხე და სახელიც იყო მოგებული სითბო ბაგი. ანუ აი დავშევდით ცხელის და ცივის ხეველი რო ავიღო მე. რო შეახო ერთმანეთს ეს გაცივდება ეს გათება. თითქოს რაღაცა სითხე აქედან გამოვიდა. ეს კი აღმოჩნდა რომ პრინციპიალურად არასწორია. და ეხლა ჩვენ რო ავხსნათ თუ რა არის სითბო ხედავთ ამიწერია 2 გენიალური მიხედვა. პირველი ხა ჩვენ ხა დაბარა მჭირდება. პირველი ის ხო შეგეხო მიკროფონი არ მიყო, ხო ის. პირველი გენიალური მიხედვა არის ბერძნების მიხედვა, ამას ცოტა ხანში მე კიდე ვიტყვი. ეს არის ატომისტური თეორია. აბა ეხლა კიდევ შევ მკითხავს ატომის სიტყვა რას ნიშნავს? ბერძნებმა რა მოიგონეს? ქიმიურად განუყოფენ რაღაცა პატარა ატომი, ხო? ესე იგი, ამას კიდე ჩაუყოვე. ესე იგი, წარმოვიდგინეთ. რაღაცა სხეული ნახ, ეს სხეული შეიძლება აი რაღაცა პატარა რაღაცა. რატო არის ეს გენიალური მიხედვა? იმიტომ რომ ამას მე ვერ ვხედავ. ვხედავ მარტო ჩემი აზრობით. თანამედროვე რა ქვია იმას ელექტრონულ მიკროსკოპს რომელი 2 მილიონჯერ ადიდებს, მაინც არ ჩანს, მაგალითად წყალბადის დიდი ატომები ასე თუ ისე ჩანს კიდე. გესმით? ესე იგი, ეს არის
ძველი ბერძენი დემოკრიტე და ჰერაკლიტე მე-4 საუკუნე ჩვენ წელს აღიქვამდე მათ ეს აზრობრივად მიხვდნენ რომ ასე უნდა იყოს. ისიც და 1911 წელს სანამ რეზერვორმა არ ჩაატარა თავისი ცდა, ეს იდეა იყო მკვდარი იდეა. ვერამ ესე ვთქვათ, ცდაზე არ ჩანდა მართლა არსებობენ თუ არა ატომები. ეს პირველი გენიალური მიხვდა. ეხლა მეორე გენიალური მიხვდა. მოდი ახლა ლიტერატურიდან რაღაც მაგალითს გეტყვით. დოსტოევსკი გაგვიგვია მწერალი. ძალიან დიდი მწერალია. მას აქვს ერთი ყველაზე ცნობილი რომანი ძმები კარამაზოვი. ძალიან პატარა სიუჟეტს გეტყვით ხა იქიდან. ივან კარამაზოვი არის ერთ-ერთი ინტელექტუალური, მაგრამ დაავადებული არის ბელგარიაჩკა როგორ აკარგლად. თეთრი ცხელება. მოკლედ ეჩვენება რაღაცეები და ერთ-ერთი მოჩვენებაში გამოიცხადება ეშმაკი, ოღონ ამის სახეა, ოღონ რქებია, წვერებია, ხო? და ლაპარაკი მიდის იმ დროინდელ ეპოქაში, ხო, ეხლა შესაძლოა დიდი მწერლები იყო ძალიან განათლებული ხალხი, ისე როგორც დიდი ფიზიკოსი. ხა ეინშტაინის ნათქვამია, მე ეინშტაინისა დოსტოევსკი უფრო მეტი მომცა ვიდრე გაუსი მათემატიკოსი იყო. ლაპარაკი არაზე, იმ პერიოდში ძალიან ახალი აღმოჩენილი იყო ეგრეთ წოდებული ლობაჩევსკის გეომეტრია, ამას მე კიდე შევეხებ, როდესაც ლაპარაკია დროს სივრცე მრუდდება. ევკლიდის აღარაა. ევკლიდის პოსტულატები ხო ისწავლეთ? ორი პარალელური წრე არ კვეთავს ერთმანეთს. საკუთხეში რამდენია კუთხე ბიჭა? პარალელურის გეომეტრიაში 180-ზე მეტია ნაკლები და პარალელური წრეები კვეთავენ სადღაც. აი, დედამიწის გლობუსი ხო გინახია? ხო კვეთავენ პოლუსებში ისე. თუ გაიგეთ. მოკლედ როგორ ჩანს დოსტოევსკის წაკითხული ქონდა ლობაჩევსკის ეს შრომები, ეხლა ისეთი სიღრმით არა, მაგრამ მაინც კონტი იცოდა ეს. და ნახეთ რა ხდება. ეს ივან კარამაზოვი, რომელიც ავათარი თავის ორეულს ესაუბრება გამრუდებულ იმაზე, სივრცეს. წერალი წერს ამას. და ეუბნება რას, ცოტა რუსული ვიცით. ცოტა მე მოდი თარგმნო, კიდე დაჭირდება კანტი უნდა ვახსენო. Урасеунеба эшмаки расеунებას я x неизвестном уравнении. ესე იგი მე უცნობი ვარ უცნობ განტოლებაში. ორმაგი სირთულეა. თვითონ უცნობია და განტოლებაც არ იცი როგორც იცის ეს. ადოხე. უბრე ამას მე ვერ ვხედავ. ეს პირველი უცნობი. და ვიზახი ამას სიჩქარეებზე, რა არის ტემპერატურა? ტემპერატურა არის აბათი ხაოსური მოძრაობის სიჩქარე, რაც უფრო ჩქარა დადის, უფრო დიდია ტემპერატურა. ხედავს ორმაგ სირთულეს. ვერ ვხედავ და რასაც ვერ ხედავ იმის სიჩქარეზე ვლაპარაკობ. ეს მე აი ხა წარმოიდგინეთ, აი მე კვარკებზე დავილაპარაკებ, აი რაღაცები გაჩვენე. აი წარმოიდგინეთ, კვარკებს ახლა ჩვენ ვერ ვხედავ. აი გარეთ ვერსმის რაღაცა ხმაური, რომ გარეთ ვერ გავდივარ. და რასაც ვერ ხედავ იმის სიჩქარეზე ვლაპარაკობ. ხოთული ეს მე ეხლა უყურე თუ მე ამ სიჩქარეებზე ვლაპარაკო. მოდი ახლა შევალერო სიჩქარე, შევალერო. სადამე შეგვიძლია შევალერო? გაჩერდა ყველა. ხო? რა ქვია მდგომარეობას ყველა გაჩერდა. აბსოლუტურად. ოშო? სამი გრადუსი. -273. ესე ვინმე რო გითხრათ -400 გრადუსი გახილებს. ეხლა რო წარმოიდგინოთ ეს რამდენად დაბალი ტემპერატურა, დედამიწაზე დაკვირვებული არის იმაში ანტარქტიდაში -88 გრადუსი თუ არ ვცდები რა. და აი რაკეტებიდან რო უშვებენ, ორი რაღაც თეთრი რო გამოდის, ხო? აი ის არის -200 გრადუსამდე ეგრეთ წოდებული გათხევადებული აზოტი. მოდი ახლა პატრიოტული მოტივი მინდა შემოვიტანოთ ჩვენ ბრძოლებაში. მე თქვენ გეტყვით სამ ფაქტს, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ. მეც არ ვიცოდი, რამდენი ხანი თქვენ გავიგეთ. პირველი. აი რაც გამოდის იქიდან, რაკეტიდან. ეს არის სამხედრო საიმონო. ეს რამდენიმე ქვეყანას აქვს მარტო. და შეიძლება ჩავარდეს ტერორისტების ხელში. აი რაც გამოდის იქიდან, ამისი სპეციალისტი იყო აკადემიკოსი გენერალ პოლკოვნიკი ალექსანდრე ნადირაძე. ხო არ იცოდეთ?
ეს იყო კარალიო, ვინც გაგარინი გაუშვა პირველად, მისი მოადგილე იყო. ეს ხალხი იყო გასაიდუმლოებული, შეიძლება დავუშვათ ამერიკის დაჟინებას მოეტაცა, თავები ეს იყო. ხო? ეს იყო აი ამ ძრავების სპეციალისტი. რო გარდაიცვალა, მე თქვენ შვილი იყო. ნუ მოსკოვში დასაქმებული. მეორე მაგალითი ბათუმში ნაკופי ხართ? აეროპორტში გადაგიხარ ბათუმის. ვის სახელობის არის ბათუმის აეროპორტი? ალექსანდრე ქართველი. ეს იყო ალექსანდრე ქართველის შვილი, რომელიც მოღვაწეობდა ამერიკაში, ბოინგების შექმნა პირველი მარტი. ხო. ათი ბათუმში რომ მოხვდებით, ნახეთ აეროპორტში, ავტობუსები დადიან. და მესამე ფაქტი. ეს მეც ახლა გავიგე. თვარეზე ამერიკამ რამდენიმეჯერ დაშვა ადამიანი სამდებაში ვერ დასვა. ფილმიც არსებობს აპოლო 13. ეგია? როდესაც ეს იყო წარუმატებელი ცდა და ვერ დაშვა ეკიპაჟი თვარეზე. და უკან უნდა დაბრუნებული. მაგრამ აღმოჩნდა რომ დაბრუნებისას გაფუჭდა ესა რა ქვია რაღაცა მოხდა იქ რა ამაში და ჰაერი გამოდიოდა და იღუპებოდა ეს. ლაპარაკია რამდენიმე საათს. სასწრაფოდ ვაშინგტონიდან დარეკეს მოსკოვში. მოსკოვიდან დარეკეს თბილისში, იმიტომ რომ რა ტრაექტორიაზეც მოძრაობდა ეს განტოლებები, ეს იყო დაწერილი აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის მიერ. მოკლედ, სასწრაფოდ გადააფრინეს, რა ქვია, მოსკოვში მუსხელიშვილი, იმათ თავის განტოლებებში რაღაცა შეასწორა და გადაარჩინეს, დაბრუნდა ეს ეკიპი, იღუპებოდა. გაიცნებოდა ეს ხარ და დაიჭრებოდა. ეს ეხლა გასაიდუმლოებული იყო, რა თქმა უნდა. ნუ მე ვფიქრობ, მუსხელიშვილი რუსი ყოფილიყო იყოდა. მაგრამ ხა ქართველი ერთ-ერთი ჩაღურის ერთ-ერთი ფორმა იყო ეს. ნუ ჩვენი ვიყავით იმპერიის რაღაცა ნაწილი. აი ხوارით არის სამი ფაქტი თქვი. ეს რო დაიმახსოვრეთ, თქვენი ქართველები ხართ, პირველი ის ქართველები ხართ. აი, ხო. კარგი, აი რაღაცა შეგვიძლია. ჩვენ. ხო. კარგი, ხო. და აი აბსოლუტური ნულის ესე როგორ ეხლა აკეთებ ფაქტური მთელი უბედურებები ამას მესამე კურსზე ვასწავლე. რაც უნდა ახლო მივახლოვდები -273-ს, მაგრამ ვერ მიაღწევ ზუსტად. ამას უშლის ხერს ატომები. კაის თავში მე ხარდენი აღარ გვინდა. კარგი. შემდეგი საკითხი არის ელექტრომაგნეტიზმი. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, ეხლა სწორედ გონი მეათე კლასში, ხო? ნახეთ ორი სიტყვა არის აქ. ელექტრომა და მაგნეტიზმი. რატომ? ამასაც ერთი 100 წელი დაჭირდა, რომ ამას მიხვედრილ ხო კაცობრიობა. ეგონათ რომ ელექტრომა ცალკეა, მაგნეტიზმი ცალკეა. თქვენ ალბათ მაგნიტები გინახეთ. აი ესე ნალისებრი ფორმა როა, ლურჯი და წითელი. ლურჯია ჩრდილოეთ პოლუსი, სამხრეთი უსაფრთხო. წითელი, ხო? რომელიც იზიდავს რკინას. გარდა ამისა მოხდება რა ისწავლეთ თქვენ, აი ესე რომ ახახუნო ეს მირიზიდავს და ორი მუხტი არსებობს, ხო? მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ეს ცალ-ცალკე არ არსებობს. შენ მუხტი თუ გაჩერებული აქვს მარტო ელექტრული ველი. საკმარისია გაიწყოს მოძრაობა, რომ ორივე ველი არის. ანუ გაჩერებული მუხტი ელექტრულია თუ ამოძრავდა ორივეა. თუ გაჩერდა მაგნიტური აღარ არის, ელექტრული არის. გესმით? და აი აქ არის ახლა გენიალური კითხვა. აბა მოდი დავუშვათ კითხვა. მუხტი ხო იცი მე ორი ნიში. ხო, აი მაგალითად პროტონი და ელექტრონი ატომში. ხო, ეს ამას იზიდავს. ერთადერთი ნიშის ყოფილიყო რა მოხდებოდა? ეხლა ალბათ მაგნიტი გავხატოთ. ჩრდილოეთი და სამხრეთი. გამყოდოზე. საერთოდ მივიდა ჩრდილოეთში. არა, ელექტროიზმის ზარმა. ასიში. ორი სიტუაცია როგორია? დავუშვათ კითხვა. არსებობს თორემ ცალკე ჩრდილოეთ პოლუსი, ცალკე სამხრეთ პოლუსი. ჯერჯერობით ეს ვერ იყოს. მაგრამ ერთ-ერთი გენიოსი არის 20 საუკუნის პოლ დინაკი, რომელმაც თქვა, რომ ამას ქვია სახელი დირაკის მისამართი დირაკის მონოპოლი. შეიძლება არსებობდეს ცალკე ჩრდილოეთ პოლუსი და ცალკე სამხრეთ პოლუსი. რომელსაც ეხლა 100 წელი ეძებენ და რაღაცა იმედი გვაქვს, რომ აი შავხურელებთან მინამის გეტყვით გალაქტიკის სადღაც იქით შეიძლება იყოს ეს. თუ ეს აღმოჩნდა, მაშინ ძალიან დრამატული ცვლილება მოხდება ფიზიკაში. ანუ ჯერჯერობით ვეცით. ხო, ეხლა შემოდის ელექტრომაგნიტური ველი. აი ხა
ჩვენ მობილური რო გვაქვს, ტელევიზია, ეს არის ყველაფერი ელექტრომაგნიტური ველი. გესმით? და შემოდის ელექტრონული ტალღები ხო ვიცით რა არის? ჰა? ცოტა აგრესიული ვარ, მაგრამ ეს უფრო სწავლობ, ეს უფრო იგებ. ხო არ გეშინდათ? არა. ეთილა თქვია. უბრალოდ აი რა არის ტალღა? აი ეს რო დავწერთ, ხო? ორ მაქსიმუმს არ ორ მინიმუმ შორის მანძილს ქვია ტალღის სიგრძე. გესმით? ეხლა ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას არ თავისი ტალღის სიგრძეა. მაგალითად, ფერები რა არის? მწვანე ფერი, წითელი ფერი რა არის? ტალღის სიგრძეებით განსხვავდება. აბა ცოტა რამეები იცით? თეთრი ფერი რამდენ ფერად იშლება? სისარტყელი არ გინახეთ? შვიდ ფერად იშლება. ხო? ტალღი ხო, აი მაგალითად, კიდე საჩენება ნახოთ, აი ნავთი არ დაგხსნია ცალმე. ნავთი ელექტრება სხვა ფერები ჩანს. ხო. ხო, ეხლა ამას კიდე გეტყვი. უბრალოდ ახდება აი ეს ელექტრომაგნიტური ტალღები ვრცელდება სივრცეში და ოღონდ აქ არის ერთი რაღაცა. რა ქვია, ყველა ტალღის იმას ჩვენ ვერ ხედავთ. არის ელექტროენერგია ცალკე გამოიყავა, ელექტროენერგიული ოპტიკური არის, რასაც თვალი ხედავს. ხალხად გაგიგიათ რენტგენის გამოსხივება. აი მოტეხილობას როგორ აღდგეს ექიმი. თვალი ვერ ხედავს, მაგრამ რენტგენისიც აფიქსირებს. კიდე ეხლა აღარ არის ხა ყველაფერი ციფრულზეა გადასული, მაგრამ სადმე აი აგინახია თქვენ, როგორ ამჟღავნებს ფოტოგრაფია. ეგრეთ წოდებული წითელი ოთახი როა. ხო? იქ არის ინფრაწითელი გამოსხივება, სადაც რა ქვია, ამ დიაპაზონსაც ვერ აღიქვამს თვალი. უკვე დიდი დიაპაზონია ეს. ეხლა უკვე მივატეკით ჩვენ იმას, რომ აქვსდათ ოპტიკა. ოპტიკა არის ის დარგი, რომელიც შეისწავლის ხილულ სინათლეს. ხილულ სინათლეს. ეხლა ოპტიკა ისწავლება სკოლაში ერთხელ, რომელიღაც ისწავლება. ჰა? გეომეტრიული ოპტიკა უფრო. ისწავლება, ხო? აბა გეომეტრიული ოპტიკა რა არის? აბა დაშემული სინათლის კუთხეობის არ ეკრიბებს კუთხე ისწავლეთ ეს. თუ არა? აი მე. ლიზები არ ისწავლიათ? ლიზი შეიძლება გააჩინოთ ცეცხლი. ჰა? არ დამიშიება აი. დაუშვათ პლიარზე ხარს, აბა გაზი ლიზა, აი ესეთი, აბა გაზი, უცე. აი შეიძლება, აი მოვა შეიძლება და რა შეიძლება გაიქცეს. ესეთი შეიძლება, ხო? ეხლა ამის მაგალითია, კიდე მაგალითად სათვალიანი ყავს აფრიკაში. აბა ვიდეო. აი. რა არის სათვალი? რატომ ჭირდება თქვენ სათვალი? თვალი არის ოპტიკური ხელსაწყო. ეხლა ექიმებმა ფიზიკა იცოდნენ ძალიან წინ იქნებოდნენ ჩვენ ცოტა რაღაცა იცის. აი ყურე აი ეს იყო თვალი. აჰა. აი ეს მოდის თვალის ნერვი. აი მოდის სინათლე აქ არის თვალის ბროლი. ყურე ნორმალურია თვალი. თუ ეს წამოვიდა გადატეხა, აი ლიზა გადატეხა და აი ამ ზუსტად ამ თვალის ნერვზე დაეცა. ვერეს დიდი შპიში და ჩვენ ნუ ამოხდა ხედავ. ეს ხო? ეხლა თქვენ შორს ვერ ხედავთ, ხო? კითხვით რომ ზეცით მაგას. სულ რა? ნუ არის ხოლმე ორდაი საფალია პლუსი და მინუსი. ეხლა ზუსტად აღარ გახსოვს. ზოგი შორს ვერ ხედავს მინუსია, აი ეს ხილი უფრო ადრე გადაწყდება და რომელიც ახლა ვერ ხედავს, ეს იქი გადაწყდება. გასაკეთებ საფალია უნდა აი ეს ზუსტად თავს ამას. ეკეთ არ ყოფილიყავ, დაყოფილა რომ შეურჩევია. აბა ესე რომელი უკეთესია? ხო. ზოგ სხვადასხვა ისაა, ხო. ეხლა უკვე ეს თუ გესმის, ექიმი რომელიც ამას იგებს, უკეთესად უყურებს. მაგალითად არის ასეთი დაავადება კატარაქტა. შეიძლება გიგიათ, ეს არის გრონი, ხდება ამ გრონზე. რატომ გიგიოთ და ეს სინათლე აღარ მოდის ახლა. ნუ ვერ ხედავ ისი ხო? რა ხდება? ხდება გრონის შეცვლა. ახალი გრონის წევა და უკვე შეჩვენება ხდება. ხო. კიდე არის მეორე საშინელი დაავადება გლაუკომა, როდესაც აი აქ არის გარკვეული სითხე, ეს სითხე აწვება თვალის წნევა უნდა იყოს თვალის ნორმალური, ამას ვაწვევთ ეს იშლება, ზიანდება და შეიძლება მომდება და. ნუ არის მეთოდები რაღაც შეხედვი გაკცნევას აგდებენ ოპერაციის დროს, აგიდან სითხეს გამოუშვება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯერჯერობით არ იქნება გლაუკომა.
ძალიან საშინელი და უნდა ახამძეროს. ხო. აი ხა მივადე კი ძალიან საინტერესო საკითხს ელემენტარული დუალიზმის ცნებაზე. ეხლა ნარდი ხო გითამაშია. აბა შაში დურას ნიშნავს. 6 და 2 არის. დუალი გაორება, ხო? დუ, ორი. უყურე დუალიზმი რას ნიშნავს? სინათლის ეს თვისებაა, აბა სინათლის გააჩნია ორმაგი ბუნება. კაი, დავშოთ პირდაპირ კითხვას. სინათლე ტალღაა თუ ნაწილია? ორივე. ვითქვა? ჩვენ დაიჭირთ. ოჩა? მომეგლასელი ხარ? ოჩა? უყურე რა ხდება? ფოტონების არის და ტალღა. ხო, ოჩა. უყურე აი დავშოთ აქ ეკრანი, აქ იყოს რაღაცა სწორიერი და აი გავაკეთე თანარი, სინათლის ხარჯი. თუ თანარი განიერია, მაშინ ამ ჩამოვადა მექნება 1 ათებული წელი. ანუ სინათლე ამ შემთხვევაში მოიქცა როგორც ნაწილაკი, თითქოს ყავისური. მაგრამ საკმარისი ეს დავაპატარავ, აღიქმება რამდენიმე განათლებული წერტილი. ანუ იგივე სინათლე, რომელიც წეღან იყო ნაწილაკი, მოიქცა როგორც ტალღა. ესე იგი რა ყოფილა სინათლე? ტალღასთან. ესე იგი კითხვა არის არასწორად დასი. უნდა მივუთითოთ რა პირობებში. თუ განიერი ხრელია, არის ნაწილაკი, თუ ვიწროა, ტალღა. ხო? ეხლა უყურეთ აი ამ შესწავლება, ხო აღმოჩნდა მე რომ ეს თვისებები განაწილაკებზეცა დააჭყიანა კაცობრიობა. ახლა რა კითხვა მიწერია. ვინ არის ადამიანი? ხეცია თუ ანგელოზი? ორი. ეხლა მეომარი რომელიც შეტავაზე გადადის ავტომატი უჭირავს ხელში, ვიღაცა უნდა მოკლას, თორე მას მოკლავენ, ომია ხო? არის ხეცი. მაგრამ იგივე ანგელოზი, იგივე ადამიანი რომელსაც ხელში დავზარ იპოვა ზაღლის საკვირლე. ეფერება ხო? ავტომატი გადაკიდებულია, ეფერება არის ანგელოზი. ხო? თურმე ყოფილა ეს ცხოვრებაში ფიზიკა გვასწავლე. აი ქართული ანთაზე გავიხსენე. სადაც ახალი ქავრი ქუდი დაიხურეო. ასნიშნავს ეს ისე მოიქეცი. ან ეხლა ზამთარია ხო? კუბანიკით ხო არის ქუჩაში. ან ზამთარში ზაფხულში დუბლიოკას გვარჩევს. ხო? ისე როგორი პირობებიცაა. უნებრივია რა? თურმე ხას ყოფილა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკვირდებოდი. კაი. რამე ხანი გავიდა? ხო არ დაიხალი ძალიან. ეხლა ყველა საინტერესოს ეხლა მოხდა. ხა ჩემი სპეციალობა იწყო. შემდეგი დარგი არის ატომი და ატომისთვის თეორია. აი მიწერია ატომი. ეს ბერძნების გენიალური იდეა, ხო? ეხლა ეს დატოვილი გენიალური იდეა. აი დავუშვათ მე და ვინალიო სოფო მე და შენ გადავიჭიდეთ სახლების აშენება. ორივე წავედით ელიავაზე, ვიყიდეთ აგურები, არმატურა, ხის მასალა, შენი ინჟინერი ყავს მე ჩემი. შენერი სახლი აშენე მე ჩემი. აგურები ერთნაირია, ერთად არ ვიყიდეთ. ხო? ესე იგი ერთი და იგივე რა პატარა აგურები და სხვადასხვა რაღაცები შეგვიძლია აშენო. როგორ ბავშვი კონსტრუქტორი როა, ხო თამაშობს. რაღაც სხვადასხვა ფიგურებს აკეთებს, ხო? ესე იგი გენიალობა ბერძნების იმაში მდგომარეობს, რომ აი ამას მიიღწევს. რომ არსებობს რაღაცა პატარა აგურები, რომელსაც მერე ატომი უწოდეს. რომელთა კომბინაცია აი ამ მრავალფეროვნებას მაძლევს. რომელსაც ეძებდნენ 24 საუკუნეს. და ვერ იგულეს. და 1911 წელს მართლაც იქნა ეს ნაპოვნი და ახლა აქ მე სიღრმეებში ამაზე ცალკე ლექცია მაქვს რა არის კვანტური მექანიკა. ამაზე შეგჭირდები. ერთადერთი რაც მოხდა ესეთი უყურეთ ატომი არის, შიგნით არის, ქიმია ხოდა ხო ისარებს. ხო შინ გამოსა წყალბადში აქ არის პროტონი და აქ არის ნეიტრონი. ის არის ელექტრონი. კულტურული ძალით ერთმანეთს იზრდება. ხო, მაგრამ აქაც თავისი ისინი აქვს სიღრმეები, ახლა კიდევ ვეღარ შევეცდები. ეს საკე ვიქრიზო შემდგება, აბა თუ იცი. ატომისა და მის გარშემო. ოჩა, აბა შეიძლება ესეთი კაი ბავშვები ხარ. ვიმეთქვის რა არის იზოტოპი? იზოტოპი? ჰა. ეს ერთი ელემენტისგან ორი სხვადასხვა ნივთიერება წარმოიქმნება. როგორ? ერთი ელემენტისგან სხვადასხვა ნივთიერებები. უფრო ღამაც მითხარი? მაგალითად შემიძლია მოვყოლოთ წყალბადის იზოტოპები. ოჩა? და ასე ვითი განსხვავდებიან, ვითი? მაგალითად გრაფიტი და იზოტოპის ვითი? ნეიტრონები. ხა ნეიტრონები. ორია. მაგალითად 2 და 3, ჟანგბადი და ოზონი.
ხო, ნეიტრონი მეტია, ხო? კარგი. ეხლა უყურეთ, ნუ ეს უკვე თქვი ჩვენ აწილობენ ბორგით შეიძლება და შუბშილობენ ატომით, ეხლა მე საიტზე რაღაც ახლა მივატეხით ამ სპეციალისტი ვარ მე თვითონ ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია. დიდი და პატარა არის ერთად. რა არის ელემენტარული ნაწილაკი? ეხლა თვითონ სიტყვა გეუბნება რომ ეს არაფრისგან არ უნდა შედგებოდეს. ეს ელემენტარული. ხო? აღმოჩნდა რომ ატომი რაღაცისგან შედგება, ეს არ არის ელემენტარული. ხო? ეხლა აღმოჩნდა რომ ელემენტარული ნაწილაკები ძალიან ბევრია. ეხლა არის 400-მდე ელემენტარული ნაწილაკი. აბა მენდელეევის პერიოდულ სისტემაში რამდენი ელემენტია? ეხლა 100? ოჩახ? მე რო სკოლა დავამთავრე 112-ია. 6 დაეყადა. ხო. აქ კიდე არის 400. ძალიან ბევრია. ამიტომ დადგა ესეთი კითხვა. ხომ არ შედგება ეს 400 ნაწილაკი კიდე უფრო პატარა ნაწილაკი, თუნდაც დავარქვა სუბელემენტარი. ვარი შაურმა სუპერ შაურმა. ისა ჩამოვიყვანე. ხო? ხომ არ შედგება ეს პატარა უფრო რაღაცებისგან, ხო? და აი ხა მე თქვენ გაშვენებთ ძალიან ლამაზ სურათს. აჰა. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეს რასაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, ეს არის ყველაზე წინა ფრონტი მეცნიერება. ამაზე წინ მეცნიერება არ წასულა. აი უყურეთ, მოდით გამოიყენეთ თუ. ჰა? ლაზერი გამოიყენეთ თუ გინდა. უი ხოჩა, ეს ვარ ხო? ხო. აბა. ვაი, პერექტ ხوار. აი უყურეთ, მაქს 6 კვარტი, ჩანს ხო უდეს სახელები ხედავ? ეხლა მოდი პატარა, შეიძლება სადმე გამოგადგეთ. სიტყვა კვარტი საიდან მოდის თუ იცი? კვანტური მექანიკა. ჯეიმს ჯოისი გაგვიგია მწერალი. დუბლი ნობელის პრემიის ლაურეატი ულისეს ავტორი. მას აქვს ესეთი მოთხრობების კრებული დუბლინელები, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი ასე რამეს ამბობს. პერსონაჟი ამბობს 3 კვარკი მისტერ ბლუმისთვის. კვარკი მოიგონა მწერალმა ჯოისმა, ნუ გერმანელები გვედავებიან რომ ხაჭოს ნიშნავს კიდე რაფერს, მაგრამ აღმოჩნდა არაფერი შუაში არ არის. ფიზიკოსებს მოგვეწონა და ავიღეთ აქედან. კვარკი. ეხლა კვარკებისგან შედგება მაგალითად პროტონი. პროტონი შედგება 3 კვარკისგან, ესენი არის, რა ქვია, U და D, ნეიტრონი შედგება D, U, ეს სხვადასხვა კომბინაციებია, გესმით? მოკლედ, როგორი სიტუაცია იცით? ეხლა მე არის სპეციალისტი ვარ, თუ კარგად ვიცი. არის ეწოდებული 3 კვარტიანი სისტემები, არის კიდე 2 კვარტიანი სისტემები. და ყველა ეს 400 არა, 300 რაღაცა აიამებით აღიწერება. ანუ ეს 400 მე ლაპისარი 600 დავწვალე, ხედავ? და თავიანთი ეგზოტიკური სახელებია.